რეალურად აქ მოწმეებისგან და იმ მოწმეებისგან, რომელსაც დაზარალებულად მიიჩნევს ბრალდების მხარე, მოვისმინეთ ის, რომ საერთოდ არ იციან რა დაზიანება აქვთ მიღებული და როდესაც კითხვებს უსმევდი იმასთან დაკავშირებით, რომ აი კონკრეტულ პიროვნების სახელებზე ამ ადამიანთან რაიმე პრეტენზია გაქვს, ამ ადამიანმა მოგაყენა რაიმე დაზიანება, ან შეესწარით თუ არა რაიმე ჯგუფური ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობის, მათ პასუხი იყო არა. უბრალოდ ისინი მოვიდნენ და იძახდნენ, რომ აი თავში მომხდა ქვა, მაგრამ არ იციან ვინ ესროლა და არ იციან ეს პიროვნები ნამდვილად იყვნენ აქციის მონაწილეები თუ იყვნენ მაგალითად შეგზავნილი პროვოკატორები და თავადვე ვერ ადასტურებენ, იძახიან, რომ კი, არ ვიცით ესენი ვინ იყო. ვინაიდან ზოგი პოლიციელი ამბობდა გამოკითხვის ოფში, რომ მათ დაინახეს, რომ როგორ ესროლა აქციის მონაწილეებ მათი მიმართულებით, როგორ ისროლა ქვა. დღეს როდესაც ჩვენ შევეკითხეთ, რომ ვინ იყო ეს ადამიანი, როგორ გამოიყურებოდა, ვინ იყო, მათ თქვეს კითხვაზე უპასუხეს პასუხი გასცეს, რომ მათ არ დაუნახავთ, უშუალოდ ვინ ესროლა ქვა, ან რაიმე სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი და შესაბამისად მოწმეებმა თქვეს, რომ ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო აქციის მონაწილეებისგან. როდესაც ჩვენ დავსვით კითხვა, რომ აქციის მონაწილეების გარდა უშვებენ თუ არა რომ ყოფილიყვნენ მაგალითად სხვადასხვა სუსის ეგრეთ წოდებული პროვოკატორები, მაგალითად ყოფილიყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები, მათ თქვეს რომ რა თქმა უნდა ჩვენ გადაჭრით ამას ვერ უპასუხებთ, რომ მაინც და მაინც იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იქ აქციის მონაწილეები. შესაბამისად ჩვენ ვიხილეთ ის, რომ მტკიცებულების გამოკვლევის დროსაც კი ვერანაირად მოწმეების ჩვენებებიდანაც კი ვერ დგინდება, რომ ვეფხია კასრაძე ამ ორგანიზებული და ვითომ და ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელობდა და გასცემდა რაიმე კონკრეტულ დირექტივებს. თქვენთვის ცნობილია, რომ ბრალდების ხარისგან გადმოგვეცა მტკიცებულებები, თითქმის 99 ასეთი მოწმეა, რომელიც სისხლისამართლის საქმეში გამოკითხულია და სასამართლო მოისმენს მათ ჩვენებებს, ვერც ერთი ეს მოწმე ვერ საუბრობს, რომ დანახული ყავს მათ თუ კონკრეტულად რომელმა პიროვნებამ განახორციელა გასროლა და ეს გასროლა უკავშირდება თუ არა ზვია ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და სხვათა მიერ დაორგანიზებულ ქმედებას. შესაბამისად, მიგოჩნია, რომ სისხლისამართლის საქმეში დაზარალებულთა ჩვენების და სხვა მოწმეების ჩვენების გათვალისწინების და გაზიარების შემდეგ სასამართლო უნდა მივიდეს ერთადერთ გადაწყვეტილებამდე, რომ ზვია ცეცხლაძისთვის ბრალად შერაცხული ქმედება არის დაუსაბუთებელი, არ დასტურდება გონიურულ ეჭვმოვან სტანდარტებით გამოკვლეული მტკიცებულებები და შესაბამისად უნდა მიიღოს სასამართლომ მის საქმეზე გამართლებელი განაჩენი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ბრალდებულების მიმართ.